მათთან შეხვედრა. ავედით, რომ პირადად გვენახა ოთახში. დივანმა გაგვიღო კარები და გვითხრა, ვარძელაშვილი არ არის საქაო და ჩადგა კარებში არ გვეშვებდა, რომ შევსულიყავით. ჩვენ უთხარით, ჩვენი თვალით ვნახოთო, არის თუ არ არისო, რომ დავინახოთო. დალაპარაკება გვინდა, ორი სოფელი ვართ ჩამოსულიო. გაგვიღო ორი კარები და გვითხრა, ქალბატონო ტუალეტში მიბრძანდით და იქაცა ნახეთო. ჩვენი შვილები იმის გულისთვის იბრძვიან, რომ ვარძელაშვილმა ტუალეტში იმუშაოს. ძალიან გვაინტერესებს, აი რა პასუხით მეორე გამოვიდა გვეუბნება, ქალბატონო თქვენი ადგილი აქ არ არის სოფლის ბირჟაზე მიბრძანდით, იქ გაარჩიეთ ეს საქმე. კი ბატონო, სოფლის ბირჟაზეც გავარჩევთ ამ საქმეს და წამოვიდნენ სოფელში და დაგველაპარაკონ ჩვენ სოფელში. და რა ვართ მოსულები იმაზე, რომ სოფელში არის ძალიან ბევრი აფეთქებები და მოვითხოვთ დახმარებას, ბაღებში ვერ გავდივართ მოსავლის შემოსატანად და ვართ მშივლები. პროდუქციით პროდუქცია. რას ვითხოვ და მოსაზღვრე ზონა თუ ვართ, ჩვენ მაშინ დახმარება ხომ უნდა მოხდეს. ბაღებში ვერ გავდივართ. პირდაპირ ოსები ჩვენთან არიან, აი 500 მეტრში, სადაც მე ვცხოვრობ. ყოველ ღამე ჩვენ შიში ვართ. ბავშვები გვაქვს საფალდა, ვერც ბაღში გავსვლათ, ვერც ვერაფერში. და ვინმე შეხვდათ ეხლა დღეს? ასხოდაგცა. კი შეხვდა, რა გვარი იყო? მეადაშვილი არ არის ეგ. მე მეადაშვილი. მაგრამ შეხვდა, მაგრამ ჩვენ ესა გაეროს საქმეაო, მაგათ შეისწავლეს სოფლები და იმათ აძლევენ დახმარებას. ჩვენ წოდავწერეთო წერილიო, გავგზავნეთო და გვითხრათ რომ ჩაგთავენ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მოსულა, როდის დაწერეს რა ვიცი. გითხრეს რა გიზოჩი. ო, სადაც სად რა გითხრეს? როგორ გითხრეს? სადადგინე იქ წოდი თუ. ეგრე გითხრეს. ჩვენ ადრეც ვიყავით დაპირებები იყო, მაგრამ შესრულება არაფერი არ მოვიდა სოფელში. მიადაშვილმა დაგვიდა და ვარძელაშვილმა. არაფერი არ მოგვიდა. პროდუქცია ვიყავით და გითხრას ჩაგთავდო და არ ჩაგდეს. ეხლა რა საფრთხეა? დენის ტარიფით, რა ვიცი, სხვა სოფლებში არის და ჩვენთან არ არის. და დახმარება კიდე პროდუქტებისა. სამი თვე არ ეხლა რა საფრთხეა? ლელა რას ვაპირებ? ლელა რას ვაპირებ? ისმინე რას აპირებთო და რას ვაპირებ? რას ვაპირებთ ალბათ მივლენ ადგილზე, ამ თბილისში წავლენ ანა და ეს ვინმე